როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გრძნობებზე, კონკრეტულად რა ემოციებს შეეს ადამიანი თქვენს მიმართ. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის ძალიან სიამოვნებს. ამადენი დადებითი კომპლიმენტები, კომენტარები თან ქალბატონებისგან, რაც ძალიან იშვიათია და ძალიან მიხარიხართ. ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ თავად შემდგარი ხართ და თავდაჯერებული ადამიანები, რაც მე ძალიან მახარებს. ნახოთ, მისი გრძნობები. რაღაცა გამახსენდა, არ მომაქციოთ ყურადღება. გრძნობები დასტის ბოლოს რაინდების თასი გვაქვს, ნახოთ. კი ბატონო, გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. გამომჟღავნებელი, ნახევრად ამჟღავნებს. ანუ მინიშნებები რო არის, რომ აი რაღაცნაირად ახერხებს ისე. ან შეიძლება შენ გაქვს ისეთი შეგრძნება. საერთოდ შენ ხარ კვერთხის დედოფალი და კვერთხის დედოფალი არის, როგორ იცი, არ ჭირდება მას ბევრი არაფერი. ანუ ყველაფერი იცი. შეიძლება ადამიანმა გითხრას მიყვარხარო, მაგრამ რეალურად შენი შეგრძნება უფრო ბევრს ამბობს. ამიტომ შენი შეგრძნებები რაც არის, ანუ შინაგანად გრძნობ ამას, მაგრამ ნუ თვითონ როგორ არის, იცი, არ უარყოფს ამას. თუმცა ამის გამომჟღავნებს რაღაც სურვილი, ახლა და ამ ეტაპზე ჯერჯერო ხო არა აქვს ამ ეტაპზე სურვილი ჯერჯერობით. ნუ როგორი მომენტია, იცი, შეიძლება გამოცდილებაც ქონდა ამას, ახლა მე როგორც უყურებ და გამოცდილებიდან გამომდინარე კიდე უარყოფითი გამოცდილება აქვს. ხო, უარყოფითი გამოცდილება აქვს, კი ბატონო. ნუ ყველასთვის არ იქნება, მაგრამ ნუ ის ინფორმაცია რაც დამოვიდა, მაინც უნდა გავაჟღერო. მეორე რატო ეშინიას ის სიყვარულის შენთან? ეშინია, იმიტომ რომ მე თავს ვერ გააკონტროლებს და ყველაფერი უნდა შეცვალოს. და ამ ცვლილებებისთვის მზად არ არისო, ვერ ვიტყვი, უბრალოდ არ უნდა. მეორად ირთვება. წინა ვიდეოშიც ხო გააკეთე. არ და მინდოდა ყავის დალევა, მაგრამ არა უშვებ, ჩავრთავ. ესე იგი, მივიღოთ კარგი მინიშნებად, ყველაფერი ერთ ჩვენზე დამოკიდებული და ყველაფერი ერთ ჩვენზე დამოკიდებული და რაღაცა სიტუაცია ახლა თუ ისი არის, გათიშული ან გამურთულია და რა ვიცი, ასე როგორც ჩემი ის იყო ახლა აპარატი, მე ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი კარგად გავაუმჯობესოთ და გავაკეთოთ. ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული. არავინ არ გითხრათ, რომ რაღაცა გამოუვალი სიტუაცია და რამე. არ არსებობს ასეთ რაღაცა. ნახოთ. ანუ შენ არ გინდა გადაწყვიტო, ხო? ანუ ნახე, არ უნდა რომ ყველაფერი დაიწყოს შენთან სხვანაირად. იმიტომ რომ შენთან ჭირდება გადაწყობა, შენთან ჭირდება მორგებული სიტუაცია, საპასუხისმგებლო ეს ყველაფერი და რა არის იმისთვის თავისთვის ამოდნებული იცის რო აქ ემოცია და იცის. ხო და აი ასე ამოისმენთ, ხო, ვიცი, მაგრამ ამ ვიცის ცოტა ხო უნდა ეს უკვე ხასიათია, გამომჟღავნება, რაღაცის შემოთავაზება, სხვათა შორის ძალიან პასიური მამაკაცები წამოვიდნენ. არ ვიცი, ძალიან დიდი ცვლილებებია მომხდარი, რომ ადრე ჩემს პერიოდში უბრალოდ რომ მოკლე კაბაში დაენახე ადამიანს, всё მოგიტაცებ და არა ხარ. ესეც არ არის კარგი კაცო, მაგრამ ანუ რეაქციებზე მაქვს საუბარი. ეს იყო არაჩვეულებრივი. რაღაცნაირად იმდენი რამე გვაქვს და მაგრამ აი მამაკაცისგან იგრძნობოდა, რომ რაღაცა ცეცხლებს რო ყრიდა თვალებში, ახლა ცეცხლს კი არა, საერთოდ არ გიყურებენ, რაღაცნაირები არიან. ამიტომ ძალიან დიდი პრობლემაა ეს. მე მაინტერესებს რაღაცა გრძნობებზე იმდენად ბევრს არაფერს არ საუბრობს და შენც გრძნობ, რომ გრძნობა აქვს. თვითონაც გრძნობს, რომ გრძნობს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, მაინტერესებს. არაფერზე არ ვფიქრო. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? თარიელი კარტია მოვიდა, ანუ ლოდინი. კარგი. არ გვიპასუხა ამაზე. არის აქ ერთი მინიშნება. თუ შედიდი ხანია ელოდები და ამ ადამიანმა ერთი რამ ჭირდება დაახრა და ამ 7 პენტაკლის აღება და всё აშენდება სოფელი, ეს თუ არ გააკეთა და ელოდები ძალიან თუ დიდია. რა თქმა უნდა, არ გააგრძელო ლოდინი, მაგრამ ხო შეიძლება იყოს, რომ დაელოდე, მოდი ვნახოთ. ეს რა ინფორმაცია კონკრეტულად თქვენთვის? უნდა დაელოდო თუ საკმარისია? უნდა დაელოდო თუ საკმარისია მართლა, არანაირ ლოდინი. ეხლა რომ ამასულიყო დაელოდეო, ძალიან არ მესიამოვნებოდა, იმიტომ რომ მე ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ.
რომ ხალი რომ ხარ, უნდა ისიამოვნო ამით მაქსიმალურად. ამიტომ არავითარ შემთხვევაში პირიქით არც არ დაელოდო და თუ შენ მის გარამე გადაწყვეტილება გინდა, არ მიიღო არანაირი გადაწყვეტილება ესე ზედმეტი ფიქრის ხარჯზე. მიიღე გადაწყვეტილება, აი უცებ შეიძლება უცებ ახლა გაიხედე და თავში მოგივიდა იდეა, რომ ეს მინდა გავაკეთო და თუ შენ თავში მოგივა ის, რომ აი მე ამდენი ხანი ამაზე არ მიფიქრია და ამდენი ხანი თუ ამაში ვიყავი ან ამასთან ვიყავი და ახლა ეს არის რაღაც არასერიოზული პირიქით, ეს არის ის მომენტი, რომ ზუსტად ახლა გაქვს ეს გასაკეთებელი. აგერ იმდენი unboxing-ი მაქვს გასაკეთე, გავაკეთე უკვე. ხაზო ფიქრობდი აი ესე მე ჩაწერას, მაგრამ ხაშკარად მეზარება. მე რაღაცას მოვიფიქრებ. ისე როგორ მოგწევთ ჩემი ახალი ტუჩის საცხი. მგონი კაი, არ ვიცი რამდენად გადმოგვს, მაგრამ არც კაი. მე ვარ ტუჩ საცხების პომადების ექსპერტი ტუშის და ყავის. და რა თქმა უნდა, ურთიერთობებსაც კარგად ვალაგებ. თუ ურთიერთობა ადამიანს არ აქვს მოწესრიგებული, ის ვერასდროს ვერ მოგცემს ნორმალურ რჩევას. რა თქმა უნდა, მას გამოცდილიც უნდა კონდეს უსიამოვნება, ამიტომ შეგიძლიათ მკითხოთ. რჩევა. როგორც იწყებოდა? თუ არავინ არაფერს არ ამჟღავნებს ახლა ამ მომენტში ვინ შენ გინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენში რამე პრობლემა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ ხარ იქ, სადაც უნდა იყო და იმ ადამიანს ელოდები, ვისაც არ უნდა ელოდო. ამიტომ გული არ უნდა გაიდეხო, შენზე არ არის ეს ისტორია მაშინ. ეს არის ის, რომ უნდა შეცვალო შენი ხედვა და საერთოდ როა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იყო კარგად. და ბოლოს, როდის იყავი კარგად, შეიძლება შეეკითხო შენს თავს. გულწრფელი საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.